თავი მეორე. ჩემო ძმებო, მიკერძოებით ნუ გექნებათ ჩვენი დიდების უფლის, იესო ქრისტეს რწმენა. რადგან თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროს ბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: აქ დაბრძანდითო კარგად, ღარიბს კი ეტყვით: შენ იქ დადეკ, ანდა აქ დაჯექ, ჩემს ფერხთითო. განა ამით არ განიკითხავთ თქვენს შორის და ბოროტი ფიქრებით გამკითხველნი არ გამოდიხართ? ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა წუთისოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სასუფევლის მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა. თქვენ კი დაამცირეთ ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში. განა ისინი არ გმობენ თქვენს კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით. თუ ასრულებთ სამეფო რჯულს, წერილის მიხედვით, შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი, კარგს შვრებით. მაგრამ თუ პირფერობთ, ცოდვას ჩადიხართ. რჯული გამხილებთ როგორც დამნაშავეებს, რადგან ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესწოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება. რადგან მთქმელმა არ იმრუშო, ისიცა თქვა, არ მოკლა. და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, რჯულის დამრღვევი ხარ. ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსაკითხველებმა, რადგან უწყალო სამსჯავრო უმოწყალოს, წყალობა აღემატება სამსჯავროს. ჩემო ძმებო, რა სარგებელია თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია. განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა. თუ ძმან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას, შვიდობით იარე, გათფი და ისაზრდოვეო, სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემთ, რა სარგებელია. ასევე არ რწმენაც, თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია. მაგრამ იტყვის ვინმე, შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი. მიჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია, კარგს შვრები, მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და კანკალები. შენ კი ამაო ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია? განა აბრაამი, მამა ჩვენი, საქმეებით არ გამართლდა, როცა თავის ძეს, ისაკს, სამსხვერპლოზე სწირავდა. ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრულყოფილი შეიქმნა რწმენა. აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: და ერწმუნა აბრაამი ღმერთს, ეს მას სიმართლეში ჩაეთვალა და ღვთის მეგობარი ეწოდა. თქვენ ხედავთ, რომ საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით. ასევე რახაბ მეძავი, განა საქმეებით არ გამართლდა, როცა მზვერავები მიიღო შინ და სხვა გზით გაისტუმრა. რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე.